მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა ქალაქის შემოვლითი და სოფელ სარალში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები. ორივე პროექტით ჯამში 6 კილომეტრამდე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზა მოეწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პროცესსა და მგზავრობას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 4 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკები ეწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 კილომეტრის სიგრძის თანამედროვე სტანდარტის ბილიკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები და ხენარგავებისთვის სპეციალური კუბები. ტერიტორიის გამწვანებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს, პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქვემო ქართლის რეგიონში 7 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მარნეულის შემოვლითი გზის გაკეთება, რომელიც არის დაახლოებით 3 კილომეტრი და 400. ეს გზა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან, მნიშვნელოვანია ძალიან მოსახლეობისთვის, გადაადგილებისთვის. ასევე ქვემო სარალში მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა. საერთო ღირებულობა ამ ორივე გზის არის 4 მილიონი ლარი. ეწყობა საფეხმავლო ბილიკები გზის ორივე მხარეს, მარნეულის ცენტრალური მოედნიდან ძეგლი მონუმენტი კიდევაც დაიზრდებიანამდე. ორივე მხარე ბილიკის დაახლოებით ჯამური კილომეტრაჟი არის 4 კილომეტრი. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გადავწყვეტეთ, რომ ქალაქის შემოვლითი გზა მოვაწყოთ, რომელიც დააკავშირებს ორ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, ეს არის მარნეული-ლომთაგორა და მარნეული-აზგენ-თაზაგენდის გზას. იქნება მაგისტრალური გზა, მოეწყობა 6 მეტრის სიგანის ორფენიანი ასფალტობეტონის გზა.